2023-24 წლების სეზონი ლევერკუზენის საკლუბო ისტორიაში ყველაზე დიდი თავგადასავალი იყო. გერმანიის დასავლეთით მდებარე პატარა გუნდმა, რომელსაც წლების განმავლობაში ლევერკუზენს ეძახდნენ, მოულოდნელად ბაიერნის ჰეგემონია დაამხო და გერმანიის ბუნდესლიგა წაუგებლად მოიგო. ასევე დაეუფლა გერმანიის თასისა და სუპერთასის ტიტულებს, ხოლო ევროპა ლიგაზე ფინალამდე მიაღწია. ლევერკუზენი დაუვიწყარ სეზონამდე 1997 წელს ძალიან ახლოს იყო გერმანიის ჩემპიონობასთან, თუმცა ბაიერნმა ადგილი არ დათმო. ასევე 1999-2000 წლების სეზონში ბოლო ტურში მხოლოდ პრეს ჭირდებოდათ, მაგრამ 2-0 დამარცხდნენ და კვლავ ბაიერნი გაჩემპიონდა. წყევლა ასე გრძელდებოდა, სანამ 2022 წელს გუნდის სათავეში ჩაბი ალონსო არ მოვიდა. მისი მოსვლის დროს ლევერკუზენი გასავარდ ზონასთან ძალიან ახლოს იყო. თუმცა ის სეზონი მათ მე-6 ადგილზე დაასრულეს და ევროპის ლიგის საგზურიც მოიპოვეს. გუნდის წარმატება გარკვეულწილად სწორად განხორციელებულმა ტრანსფერებმა განაპირობა. ალექს გრიმალდო ბენფიკადან უფასოდ შეუერთდა გერმანულ კლუბს და ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედაც იქცა. მათ დაიმატეს ასევე გრანიტ ჯაკა, გამოცდილი ნახევარმცველი არსენალიდან 25 მილიონ ევროდ, ვიქტორ ბონიფეისი 20 მილიონად, ჰოფმანი კი 10 მილიონად გადაიგრეს გლადბახიდან. ძირითადი ფეხბურთელებიდან არ უნდა გამოგვჩეს ფლორიან ვირცი, აკადემიის აღზრდილი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი როლი ეკავა კლუბში. ასევე ტაფსობა და დაცვას ამაგრებდა. ლევერკუზენმა სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებებით დაიწყო და მალევე აღმოჩნდა ცხრილის სათავეშიც. ახალი გადმოსული ფეხბურთელები კარგად შეეზღნენ გუნდს. ძირითად ფორმაციად ალონსო 3-2-4-1-ს ეყენებდა, მაგრამ მატჩის მიმდინარეობისას ეს რამდენჯერმე იცვლებოდა. დაცვის დროს 5-2-3, პრესინგის დროს 4-2-4. დიდი როლი ეჭირათ ფორმაციაში ფლანგის მცველებს, რადგან მათ მუდმივად წინ და უკან უწევდათ მოძრაობა. ტაქტიკა კარგად მუშაობდა. ისინი კარგად ანეიტრალებდნენ მეტოქეთა ძლიერ მხარეებს და დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ბაიერნს, დორტმუნდს, ლაიფციგს, შტუტგარტს. ეს კარგად გამოჩნდა სეზონის სტარტზევე, რადგან ბაიერნთან 2-2 ითამაშეს, ხოლო მომდევნო მატჩში 3-0 დაამარცხეს. დორტმუნდთან ორივე თამაში ფრე ითამაშეს. ლაიფციგს 3-2 მოუგეს გასვლაზე, აინტრახტს 3-0 ასევე გასვლაზე და ასე შემდეგ. იყო მომენტები, როცა კლუბი ძალიან ახლოს იყო წაგებასთან, თუმცა დაძაბულ ბოლო წუთებში ანგარიშს დათანაბრებდნენ, ან მატჩს იგებდნენ. ასე იყო ზუსტად ლაიფციგთან, დორტმუნდთან და შტუტგარტთან. ლევერკუზენი დომინირებდა ევროპა ლიგაზე. ჯგუფში შედარებით სუსტი მეტოქეები შეხვდა: ყარაბაღი, მოლდე, ჰაკენი. ამის გამო პირველ ადგილზე გავიდნენ 18 ქულით. მეორე ფინალში კვლავ ყარაბაღთან მოუწიათ თამაში და ესეც დაძლიეს, ხოლო მეოთხე ფინალში ინგლისური ვესტჰემი 2 მატჩის ჯამში 3-1 დაამარცხეს. იქ თავის გამოჩენა იოანს ჰოფმანმა და ვიქტორ ბონიფეისმა შეძლეს. შემდეგ ეტაპზე ლევერკუზენმა რომა 2-0 დაამარცხა. ფლორიან ვირცისა და ბონიფეისის გოლებით, ხოლო მეორე მატჩში ფრე 2-2 ითამაშეს. იქაც ბოლო წუთებზე სტანიჩისმა შეძლო წონასწორობის აღდგენა და ლევერკუზენი წაუგებელი სერიით ფინალში გავიდა. იქ ატალანტას შეხვდა და 3-0 დამარცხდა. ეს სეზონი გამორჩეულია იმითაც, რომ კლუბმა 1992 წლის შემდეგ პირველად მოიგო გერმანიის თასი. მეორე ფინალში ჰადერბორნი, მეოთხე ფინალში შტუტგარტი, ნახევარფინალში დიუსელდორფი, ხოლო ფინალში კაიზერსლაუტერნი 0-1 დაამარცხეს. თუმცა გულშემატკივარს მაინც იმით დაამახსოვრდება ლევერკუზენი, რომ პირველად ბუნდესლიგის ისტორიაში წაუგებლად მოიგეს ტურნირი. 34 ტურში მაინცთან ფრე ლევერკუზენი გაჩემპიონდა. მომდევნო სეზონში მეორე ადგილი დაიკავეს ბუნდესლიგაში. ფეხბურთელების ძირითადი ბირთვი შენარჩუნებული იყო, თუმცა 1 წლის შემდეგ ჩაბი ალონსო რეალში გადავიდა, გრანიტ ჯაკა სანდერლენდში, ვირცი და ფირპონგი ლივერპულში, სტანისიჩი კი ბაიერნში დაბრუნდა. ასე დასრულდა ლევერკუზენის ერთსეზონიანი თავგადასავალი. მათ დაწერეს ისტორია, წაუგებლად მოიგეს ბუნდესლიგა, გავიდნენ ევროპა ლიგის ფინალში, მოიგეს გერმანიის თასი. ამდენი წლის შემდეგ ლევერკუზენმა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და შეძლო გულშემატკივართა გახარება.